უფროსი ლეიტენანტის საქმეზე საუბრისგან თავს იკავებენ სამხედრო მოსამსახურეები, მათ ურჩევიათ, რომ დუმილით გვიპასუხონ კითხვაზე, უძღოდა თუ არა კონფლიქტი წინ შვებულებამდე გასვლას, რადგან თავდაცვის უწყება ამტკიცებს, რომ მაშინ, როდესაც სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს, ის შვებულებაში იყო და სამსახურში არ იმყოფებოდა. შესაბამისად, მთავარი კითხვის ადრესატი არის ახლა ორი უწყება. შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ამ საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს და თავდაცვის უწყება. სწორედ ამ ორმა უწყებამ უნდა გვიპასუხოს და გაასაჯაროვოს ინფორმაცია, ვის სახელზე იყო იარაღი, რომლიდან გასროლის შემდეგაც უფროსი ლეიტენანტი დაიღუპა. თუ ეს ერთ-ერთი ვერსიით ეს იარაღი ეკუთვნოდა სწორედ სამხედრო ბაზას, ვაზიანში მსახურობდა სამხედრო მოსამსახურე და სწორედ სახურებრივი იარაღი წაიღო ბაზიდან გაიტანა. თუ ეს ვერსია შეესაბამება სიმართლეს, მაშინ თავდაცვის უწყებამ უნდა ახსნას, რა მოიმოქმედა, როდესაც გაიგო და როდის გაიგო, რომ ბაზიდან ცეცხლსასროლი იარაღი იყო გატანილი. უფროსი ლეიტენანტი ალექსანდრე მაჭავარიანი, თქვენ იცნობთ მას, აბასთუმანში იპოვეს გარდაცვლილი. კონფლიქტი იყო მანამდე ბაზაზე? არაფერი არ ხსნენიათ, რამდენი ხანია რაც მუშაობდა? იცნობთ მას? არ ვიცი. გარდაცვლილი იპოვეს, თქვენ რა ვერსია გაიგეთ? არაფერი არ ხსნენიათ? უფროსი ლეიტენანტი მაჭავარიანი, რამდენი ხანია მსახურობდა თქვენთან ბაზაზე? არ იცნობთ? ეხა სამსახურებრივი იარაღის სახლში წაღება რომ მოგინდეთ, მოგცემენ ამის უფლებას? მაინტერესებს, ნებართვის გარეშე შეიძლება რომ გაიტანოთ ბაზიდან იარაღი. სამსახურებრივი იარაღის წაღების უფლება გააქვთ? შვებულობის პერიოდში შეგიძლიათ იარაღი წაიღოთ? პროცედურულად როგორ ხდება? მიგაქვთ სახლში თქვენ სამხედრო მოსამსახურეებს იარაღი? თქვენ იარაღის წაღება შეგიძლიათ სამსახურიდან, ბაზიდან? უფლება გაქვთ ამის, რომ წაიღოთ იარაღი? შეგიძლიათ მითხრათ? იარაღის წაღების უფლებას თქვენ მოგცემენ, ახლა რომ მოინდომოთ? ჩვენ დილიდან ვცდილობთ პასუხების მიღებას, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ასევე თავდაცვის უწყებისგან. თავდაცვაში ერთადერთს გვიდასტურებენ, რომ სამხედრო პირი იმყოფებოდა შვებულებაში, თუმცა არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც თავდაცვის უწყება აღარ გვპასუხობს კითხვაზე, ვის კუთვნილებაში იყო იარაღი, რომლიდან გასროლის შემდეგაც უკვე აბასთუმანში იპოვეს გარდაცვლილი სამხედრო მოხელე.